სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ერთწლიანი ანგარიში წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში გაცემულია 318 მილიონი ლარის ოდენობის 14100 შეღავათიანი აგროკრედიტი. დაფინანსდა 70 ახალი საწარმო და გაფართოვდა 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმო. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ფართო სპექტრმა სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა და კომპანიებისა 14000-ზე მეტმა მცენარეებმა შეძლო დაახლოებით 320 მილიონი ლარის აღება სხვადასხვა ბანკებიდან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და შესაბამისად შეძლეს ამ თანხების ინვესტირება საკუთარ საქმიანობაში. ეს პროექტები რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით ხაზგასასვლელია, ვინაიდან ხდება ადამიანების დასაქმება, ხდება ამ ადამიანების ოჯახებში დამატებითი შემოსავლების შედინება და გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია, სავამულო წარმოების პროდუქცია იქმნება. პრობლემები ამ პროექტს პრაქტიკულად არ გააჩნია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არათანაბარია, ესე ვთქვათ, გადანაწილება იმ სესხებისა მოცულობებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გაცილებით მაღალი აქტივობით გამოირჩევა კახეთი და ქართლის რეგიონი, შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს და მთიანი რეგიონები.